დავათხევოთ 2-13. იპოვეთ კუთხეები, რომლებიც ორი წრფის გადაკვეთისა, 2-13 იყო ეს, რაც გავაკეთეთ უკვე ჩვენ. ახლა გვიწევს 2-14. ხედავთ აქ ყველაფერს, მოდი ნუღა გადმოვხაზავთ. აი პირდაპირ დავაკვირდეთ ახლა, ჩვენ ვთხოვდნენ AOC კუთხეს, ხო? AOC, აი თლიანად ეს კუთხე რა იქნებოდა? კუთხე ტოლია, როგორც ვიცით, შემადგენელი კუთხეების ჯამის და შესაბამისად ეს იქნებოდა აი ხო იგივე 70 გრადუსია. BOC კუთხე ვერტიკალურია FOS და შესაბამისად ეს იქნებოდა 120 გრადუსი. მოდი ახლა ცოტა შეშინებული ვარ და ხედავ ამოწმოთ. ხო, ნუ BOD კუთხე იქნებოდა BOD ანალოგიურად დავხვრით ახლა ამასაც, აი ეს უნდა ყოფილიყო და ეს რომელი ორი კუთხის ტოლია და დააკვირდით ახლა აქ არც ეს არ ვიცით, არც ეს, მაგრამ მარტივი დასათვლელია თუ თქვენ აი ამ გაშლილ კუთხეს შეხვდათ, ხო ასე. ეს თუ 50-ია და ეს 70, შესაბამისად ეს კუთხე იქნებოდა 180 გამოკლებული 50-ის და 70-ის ჯამი, ხო? ანუ 60 გრადუსი იქნებოდა. და მაშინ BOD კუთხე, აი ეს კუთხე მთლიანად გამოვიდოდა, რა თქმა უნდა, 130 გრადუსი. კარგი, აღარ შევყვები ახლა ამას, გადავიდეთ ჩვენ მე-15-ზე, ისედაც ასე დაეჭვების გამო გარკვეული დრო დავკარგეთ. ეგ ძალიან საინტერესო ამოცანა, ჩვენ როდესაც მონაკვეთებზე ვსაუბრობდით, თუ გახსოვთ, ასეთი ამოცანა გავაკეთეთ, მონაკვეთი დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ადნედა შეაერთეს ამ ნაწილების შუა წერტილები და ჩვენ გვინდოდა მათ შორის მანძილი, ხო? გითხარით რომ სავსე კითხვა შეხვდებოდა კუთხეებთან დაკავშირებითაც, არა მხოლოდ აი მოსაზღვრე კუთხეებთან დაკავშირებით, არამედ ჯვარედიდან ცხრილდებარე კუთხეებზეც იქნება მსგავსი მომენტი და რას უდრიდა აი ეს უდრიდა მთელი მონაკვეთის ნახევარს, ხო? თუ მთელი მონაკვეთი იყო ეს იქნებოდა 1/2 ა. მოდი ახლა არ დავიზაროთ და იგივე გავაკეთოთ მოსაზღვრე კუთხეებისთვისაც რას ვაშინებ გავაკეთეთ, ანუ რა ვუდათ, აღებულია მოსაზღვრე კუთხეები, გავლებულია თითოეულის ბისექტრისა, მოდი, ანუ კუთხის შუაზე გამყოფი სხივები, ერთი ბისექტრისა, ანუ ეს კუთხე უდრის ამას, გავლებულია მეორე ბისექტრისა, ასე, ეს კუთხე უდრის ამას და ჩვენ უნდა ვიპოვოთ კუთხე ბისექტრისებს შორის. ეს კუთხე უნდა ვიპოვოთ. ნუ მართია ეს კუთხე ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეა, ზეპირათაც უნდა გახსოვდეთ სხვადასხვა სიტუაციაში გამოგადგებათ, მაგრამ როგორ დავთვლით ახლა, როგორ გავაკეთებთ? რადგანაც ბისექტრისით მიღებული კუთხეები ტოლია, შეგეძლოთ ამ კუთხისთვის დაგერკვინათ x-ი, ესეც იქნებოდა x-ი, ამისთვის y-ი, ესეც იქნებოდა y და ცხადია 4 მათგანის ჯამი გაძლევთ გაშლილ კუთხეს, ხო? 2x + 2y. ეს არის 180 გრადუსი, x + y გამოდის 90 გრადუსი. ანუ აი ეს კუთხე ყოფილა მარტი. ისე ფენება ფაქტობრივად დამტკიცებას გვინდოდა, აქ არის წერა დამტკიცება, ეს ზეპირათაც უნდა გახსოვდეთ, რადგან მნიშვნელოვანი ფაქტია. აბა რა უნდა ახლა მე-16-ს, თვითონ არ გვეყოფა ეს ნახაზი თვითონ? აბა ნახოთ, იპოვეთ კუთხე x-სა და y-ის სიდიდის მქონე კუთხეების ბისექტრისებს შორის. იბეთო. საინტერესოა. მოდი ნახოთ. 2-16. გავამოთ. წრფეზე მდებარე წერტილიდან 2 სხივი. ვიცით ჩვენ რომ ეს არის 100 გრადუსი.
თავად ავტორს აქვს აღნიშნული მარცხენა კუთხე x-ით, ხოლო მარჯვენა კუთხე y-ით. ახლა რას ვთხოვენ? ვთხოვენ ამ კუთხეების ბისექტრისებს შორის, ანუ x და y კუთხის ბისექტრისებს შორის კუთხეს, ანუ ამის ბისექტრისას რომ გავავლევდით ამის ბისექტრისას და მათ შორის კუთხე გვინდა რა. აი ეს კუთხის სფეროა და მოდი ითელია აი ეს კუთხე გოგრებო რომ დავთ. რა ვიცით და რა გვჭირდება რომ გავიგოთ, დავაკვირდეთ. ჩვენ ვიცით რომ x დამატებული 100 დამატებული y არის 180 და შესაბამისად აქედან გამოდის რომ x + y იქნებოდა 80 გრადუსი. ასე რა გვჭირდება? აი რა არის ის, რასაც გვეკითხებიან? ხო შედგება სამი კუთხისგან, აი ეს კუთხე და ეს კუთხე რა. ეს არ არის 1/2 x-ი? კი, არის. ეს შიგა ნაწილი არ არის 100 გრადუსი? 100 გრადუსი კი არის. ეს არ არის 1/2 y-ი? კი. ანუ რასაც გვეკითხებიან მთლიანად ეს კითხვის ნიშანი. იყო რაც მაქვს ხო დაშტრიხული შედარებით ღია ფერის ის რო ეს ყვითელი სკელი მარკერით გაკეთებული. რას უდრის ეს კითხვის ნიშანი? ამ 1/2 x დამატებული 100 დამატებული 1/2 y. და რა გამოდის? 1/2 x + y-დან რომ გავიტანოთ, სვლადები ერთად დავაჯგუფოთ და შევიტანოთ შემდეგ x + y ვიცი ჩვენ რომ 80-ია ხო? ანუ 1/2 ჯერ 80 + 100, ანუ ეს გამოდის 140 გრადუსი. კარგი ბატონო. მოდით მე-18 შეგვიძლია თვითონ ნახაზეც აღარ ცალკე არ გადავხაზოთ და აქვე დავაკვირდეთ. ეს ხო პერპენდიკულარობის ნიშანია, მართობლობას ნიშნავს და ანუ ეს თუ მართი კუთხეა და x იყო 44 გრადუსი. y ხომ გამოდის 90 - 44, ანუ 46. მაგრამ ესეც ხო მართი კუთხეა, აგერ OB ოდეს მართობულია. B ოდეს მართობულია და შესაბამისად ეს თუ 46-ია, ქვედა იქნება 90 - 46, ანუ 44. კითხვა z რას უდრისო? z უდრის 44 გრადუსს. ეს მოგჩა ამოცანა. ხო, ოდიში, მე-17 არ გაგვირჩევი. კარგი, ნახოთ მე-17. რა სიტყვას ახლა? მოდი გადავხასოთ. ორის 17. ნახე ზუსტად ისე ავაგოთ, როგორც აქვს ავტორს უცეული აღებულია ისე გაშლილი კუთხე, წრფე, მისი წორიდან გადადებულია ორი სხივი. სხივების სახელები პრინციპში ვიცით, ესა CA, CE, CF და CP. ACF კუთხე ლიანად, ეს კუთხე ACF არის 158 გრადუსი. ანუ ეს კუთხე ACF ხო, ეს კუთხე ლიანად ვიცით. მოდი სხვაფერს ავიხებ. ეს ლიანად ვიცით. და TCP კუთხე. TCP. მოდი ეს იყოს წითლად ავიღებ, ესეც ვიცით. წითელი კუთხეც ვიცით. მოდი დავწეროთ ახლა
აგერაც კუთხე TCP. ნუ რისი ჩვენ გვეკითხებიან ახლა TCF-ს. ანუ შიგა კუთხეს აქ. TCF. მოდი რისი გარკვევა შეგვიძლია უცებ დავაკვირდეთ. დაკვირდით. ან შეგიძლიათ აი ეს კუთხე იპოვოთ? იგი წონეთ გავაკეთე. ეს კუთხე. ნუ შეგვიძლია. ეს ხო იქნებოდა 180 გამოკლებული ეს მწვანე კუთხე, ანუ 158. რამდენი გამოდის? 22 გრადუსი, ხო? და შესაბამისად ახლა მოდი ეს წითლად გავაფერადოთ. აი ეს. ეს ხო იქნებოდა თლიანად წითელი რკალით რაც მაქვს მონახაზი 134-ს TCP-ს გამოკლებული ეს ახლად მიღებული 22 გრადუსი, ხო? გამოდის 112 გრადუსი, არა? საკმაოდ მარტივი სიტუაცია და პასუხი იქნებოდა ზუსტად ეს. მოდი ნახოთ 19 ამოცანა რა სიტყვის. 19. ხო? ვერტიკალური კუთხეების ჯამი არის 110 გრადუსი. იპოვეთ მათი ერთი საერთო მოსაზღვრე კუთხის გრადუსული ზომა. ნუ ამგეთ უცებ დავხატოთ ეს ვერტიკალური კუთხეები. ასე. და ჯამი არის 110 გრადუსიო და ნუ ვერტიკალური კუთხეები ტოლია და თუ 110 გრადუსია, ესე იგი 55 არ იქნებოდნენ? კი. და საერთო მოსაზღვრე კუთხე რომელი იქნება? ეს და იქნებოდა 180 გამოკლებული 55, ანუ 25 გრადუსი. ანალოგიურად ესეც. იპოვეთ საერთო მოსაზღვრე კუთხე. კი ბატონო, 125 გრადუსი იქნება. კარგი, ნახოთ აბა 2-ის 20 რას მოხდს. ამით არის 70. მოდი დავაწეროთ აქ. ეს არის 70. ბეტა არის 40. კი ბატონო, ბეტა არის 40. მაგრამ დააკვირდით, მთლიანად ეს კუთხე არ გამოდის 70? ხო, ვერტიკალურია რა. და შესაბამისად ლამბდა რომ გვეპოვა 70-ისთვის 40 უნდა გამოგვეკლო და იქნებოდა 30 გრადუსი. ზუსტად გამას უძახით ხო ჩვენ ამას. და შესაბამისად პასუხი იქნებოდა 30 გრადუსი. აბა, მოდი ახლა გავაკეთოთ 21 ამოცანა. AC და BOC კუთხეები მოსაზღვრეა. მოდი დავხატოთ. მოსაზღვრე კუთხე. AOC, ხო, ესე სათავე არის. ხო, AOC. ახლა შეიძლება ვინმე თქვას, რომ ამ ამოცანაში მნიშვნელობა რო ქონდეს რომელია ბლაგვი, რომელია მახვილი, შეიძლება მართიც არიან. ნუ თუ სიტუაცია მოითხოვა, გადავაკეთებ და ბეწვერო საკეთ გადმოვიდა, ნაწვერო საკეთ, ან თუ რომელიმე იქნება სასახად მახვილი. შეიძლება ორი შემთხვევა იყოს გასახილი. OD არის OC-ს პერპენდიკულარი და ნუ ალბათ OD აი აქ მართლა ახლა უნდა დავკვირდეთ ორი შემთხვევა ხო არ არის, იმიტომ რომ ეს OD რომ არის პერპენდიკულარი, ნახეთ, მოდი ასე ვქნათ, პირველი შემთხვევა. ეს ზემოთ არის გადადებული. სხვა ფერს ავიღებ, რომ
ხოდეს აქეთ არის გადადებული თუ მე მეორე შემთხვევას განვიხილოთ აქ ავიღოთ ისევ AB წრფევ ასე და AB გადავდოთ აი ესე დავაწეროთ ასოები ეს იყო O ეს იყო A ეს იყო C ეს იყო აქეთ B და მოდი ახლა სხვა ფერი იყოს მაგალითად ციფრად გავუშვათ რომ გქონდეს ქვემოთ რომ იყოს ეს OD OD სხივია და რომელ ნახევარსიყეშია გავლებული ეს სხივი ჩვენ არ ვიცით მეგობრებო ხო შესაბამისად ვალდებული ვართ განვიხილოთ ორივე შემთხვევა AOD კუთხე ხო ეს არის D ეს არის D აი გავაკეთე ორი შემთხვევა კი იქნება განსახილველი მაგრამ OD OC-ს პერპენდიკულარია ხო ოდიში ორივე შემთხვევაში ანუ OC-ს მიმართ უნდა გავევლო ზუსტად იგივე მსჯელობაა ოღონდ OC-ს მიმართ ანუ აი ან це იქნებოდა ან ასე იქნება ასე დავაკვირდეთ OD კუთხე არის 15 გრადუსი ეს თუ არის D აქ D აქ გავს 15 გრადუსი მაგრამ AOD კუთხე აი აქ უკვე 15 გრადუსს არ გავს ხო ანუ შესაბამისად ეს შემთხვევა არ ივარგებდა მოდი ერთ-ერთ დავსვათ ხას მაგრამ ახლა დააკვირდით ერთ დეტალს პირიქით რომ ყოფილიყო ანუ პირიქით რა შეხედეთ მეგობრებო ჩვენ რომ ხონდა ასე აღებული და რომ დავაწერეთ ასოები აგერ არის C აგერ არის O აქეთ რომ ყოფილიყო A და აქეთ რომ ყოფილიყო B მაშინ უკვე რა გამოდის მაშინ გამოდის რომ აქეთ გადადება აღარ იქნებოდა 15 გრადუსი ხო ეს თუ ესე თიში წვადი ფერი ავიღოთ ну ახლა ეს შემთხვევა აღარ ვარგებდა და მაშინ უნდა ყოფილიყო პირიქით მოდი ამას დავაწერე ხო მე ეს ეგ არ ვარგებდა მაგრამ აქ რომ გავაკეთებ ეს შემთხვევა მოდი ცოტა დავაუკლებ მნიშვნელოვან წრფეს სერის და ეს ცოტა და აქ რომ აგვიღო ჩვენ Okay. ესე და გვეწერა აქეთ B აქეთ A S C და ქვემოთ რომ ყოფილიყო ახლა ეს უკვე გავს 15 გრადუსს. იდეაში სულ 4 შემთხვევა გამოდის. ეგ იქნებოდა 15 გრადუსი, ხო? ოდე. თუ მაინც ეს ორ შემთხვევამდე დაიყვანება. იმიტომ რომ აი აქ არის ეს მართობი, ხო? ჩვენ გთხოვენ CO-ები კუთხეს და ეს თუ 90 გრადუსია. რა გამოვიდოდა ეს აღნიშნული კუთხე, ხო? 180-ისთვის უნდა გამოგვეკლო
90 პლუს 15. 90 პლუს 15 გრადუსი. და გამოვიდოდა რა? 115 რომ გამოვაკვდება, რამდენი გრადუსია? 80 რამდენი 75 გამოდის, ხო? 75 გრადუსი. და მეორე შემთხვევაში, ანუ ეს არის, ეს არ არის და ამ შემთხვევაში რა იქნებოდა? აი ეს კუთხე. ეს რადგან 90 გრადუსია, ეს იქნებოდა 90 გამოკლებული 15, ანუ 75 და მაშინ ეს იქნებოდა 180 გამოკლებული 75, ანუ 120 გრადუსი. გამოვიდა საკმაოდ ძლიერი ამოცანა. საყურადღებო. უფრთხილად უნდა ვიყოთ რა. მუდმივი შემთხვევა იყო, აქედან 2 მოარგო და ორის პასუხი კი ნახეთ რაც გამოდიოდა. მოდი ნახოთ. 22 ამოცანა. 22 ამოცანა. και ჩამოვსხლოთ. 22. ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი კუთხე 80 გრადუსია, ხოლო დანარჩენი 7 კუთხეები ძალიან მარტივი სიტუაციაა, თქვენ აქ ჭირდებათ სამხედროებარეობა ჩვენებარეობის წოდნა. ნაცვლად ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი კუთხე თუ არის 80 გრადუსი, ცხადია დანარჩენი რა იქნებოდა ეს მისი შიგაჯვარი დინარდებარე კუთხე, ანუ ტოლია. ეს მისი სამხრივ მდებარე კუთხე, ანუ მათი ჯამი 180 გრადუსია და ეს 100-ია. და ნუ პრინციპში გადანაწილდებოდა აქ ყველა კუთხე და 80-100, 80-100, 80-100 გამოვიდა. აი არ ვიდა ხლამაზე საუბარი, მოდი 22-ს ავიღოთ. ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი კუთხე 30-ით მეტია მეორეზე, აქაც დაალაგდებოდა ერთს აღნიშნავდით x-ით, მეორე იქნებოდა x პლუს 30, შესაბამისად მათი ჯამი იქნებოდა 180 გრადუსი, x პლუს 30 არის 180, 2x გამოდის 150 გრადუსი, x არის შესაბამისად 75 გრადუსი და 105 და 75 გრადუსი იქნებოდა და გვაგვთებით ალბათ რომ ყველა სხვა კუთხე 8 კუთხე ამ ორიდან ერთ-ერთ მნიშვნელობას მიიღებდა. ახლა რა სიტყვავს 24 ამოცანა. მოდი ჩვენც დავალაგოთ ახლა ეს ავიღოთ ცოტა დიდი ნახაზი. ასე ეს არის ხაზი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ კუთხე პირველი კუთხე მეორე სტოლია. ხო, ეს ნუ შესაბამისი კუთხეებია და კი ბატონო, ერთმანეთის სტოლი. ავტორს ახლა არის სიტყვა უწევს. არა აქვს სიტყვა აქ დასრულებული პირობაში, რომ რაიმე აქ პარალელურია. არა, არაფერს არ გვეუბნება. მაგრამ ჩვენ რა ვიცით? ჩვენ ვიცით პარალელურობის მეორე ნიშანი. პირველი ნიშანია თუ ორი წრფე რაღაც a და b წრფე რაიმე მესამე წრფის პარალელურია ცალ-ცალკე წესი, მაშინ a-ც და b-ც ერთმანეთის პარალელური იქნება და ნუ b ასე იქნებოდა და ხაზული უფრო პარალელურს დავაყვანოთ. და მეორე ნიშანი რა არის? თუ ორი წრფის მესამეთი გადაკვეთისას რომელიმე ჯვარედინა მდებარე კუთხე აღმოჩნდა ტოლი. ან რომელიმე შესაბამისია მდებარე კუთხე აღმოჩნდა ტოლის შესაბამისი კუთხე. ან
რომელიმე ცალმხრივ მდებარე კუთხეების ჯამი აღმოჩნდა 180 გრადუსი, მაშინ გამოდის, რომ ეს კუთხეები ეს ორი წრფე, აი თავიდან მოცემული ორი წრფე, რაც მესამედ იკვეთებოდა, არიან პარალელური. ანუ გამოდის, რომ აი ეს თუ A და B-ს დავარქვევთ, პარალელურები არიან. იმიტომ რომ შესაბამისი კუთხეები ერთმანეთის ტოლი. მაშინ გამოდის, რომ კუთხე მესამეს და კუთხე მეოთხის ჯამი 180 გრადუსია და იმიტომ რომ სამხრივდებარე კუთხეები გამოდიან და ეს თუ არის 140 გრადუსი, მაშინ კუთხე მეოთხე გამოვიდოდა 40 გრადუსი. ის გამეხუთე. ნახაზის მიხედვით დაადგინეთ პარალელურია თუ არა A და B წრფე. ნუ A წრფე, B წრფე, მეხუთე და აი მოდი პირველი პირობით. პირველი პირობა სადაა პირველი და მესამე. აგერ არის ორ კუთხეზეა საუბარი. პირველი და მესამე. ესენი როგორი კუთხეები ერთმანეთის ჯვარედინად მდებარე და ჩვენ რა ვთქვით? თუ ორი წრფის მესამეთი გადაკვეთის დროს რომელიმე წყვილი ჯვარედინად მდებარეების ტოლია, მაშინ გამოდის, რომ პარალელურია ეს წრფეები. ანუ პირველ კითხვაში პასუხი იქნებოდა კი. პარალელურია, საკმარისია ინფორმაცია მაგის სათქმელად. მეორეში, ესე იგი, რა ვიცით ჩვენ მეორე კითხვა ადარებს ერთმანეთს პირველს და მეოთხეს, ხო? პირველი ეს არის, მეოთხე ეს არის. ახლა ნახეთ. ამ შემთხვევაში პირველი და მეოთხე უკვე შესაბამისი კუთხეებია და თუ შესაბამისი კუთხეები ტოლია, დიახაც, მაშინ ეს ორი A და B წრფე პარალელური იქნება ერთმანეთის. ახლა პირველი და მეორე. მეორე სად არის? ხო, მეორე აგერ არის, ხო? აქაც აი ეს მეორე და პირველი ცალმხრივდებარე კუთხეებია და მათი ჯამი თუ არის 180 გრადუსი და დიახ, მათი ჯამი იყო 180 გრადუსი, აქაც ესე იგი ესენი ყოფილა პარალელური. ახლა კუთხე მეხუთე და კუთხე მეექვსე. ხო, ახლა ესენი ცალმხრივდებარე კუთხეები არიან და მათი ჯამი უნდა იყოს 180 გრადუსი და ნუ ასე ჩაგვესვა და მეხუთე და მეექვსე და 90 გრადუსია მათი ჯამი. ანუ არ მოგვატყოს ახლა აქ რო იყოს ტოლობის ნიშანი და ორივე ცალ-ცალკე 90-ის ტოლი იყოს კი, მაგრამ ხო არ არის, ხო? ასე. ანუ შესაბამისად 25-ში, მეოთხეში, 25-ის მეოთხეში პასუხი იქნებოდა არა. და 26. 26 აღცანა. აბა რა ხდება? ესე იგი A და B პარალელური წრფეებია. იპოვეთ BC კუთხე. კაი, მოდი დიდი ნახაზი ავიღოთ ახლა. რო გამოჩნდეს, ხო? ანუ ვიცით რომ A და B წრფე პარალელური წრფეებია. ასე და ასე. ცოტა გავიწყდა ხაზი და მოდი ცოტა შედავსახო. ასე. ალბათ საკმარისი. ხო? ეს ლურჯად. გოდიშ გიხდით, მოდი ხელთავიდან და გადაგვირთა და მოდი დავხატოთ ხელთავიდან ასე ასე ეს ესე ავიღოთ და ეს ავიღოთ ასე. დავაწეროთ ახლა ასოები.
ეს არის C წერტილი, ხო? ეს A წერტილი, B წერტილი, აქეთ არის A წერტილი მონიშნული, აგერ არის M წერტილი და აქ არის N წერტილი. ესენი არის A და B წრფე. CAB კუთხე. CAB კუთხე. არის 115 გრადუსი. CAB. ჩავწეროთ. 115 გრადუსი. MCN კუთხე. MCN. ასე ქვემოთ, ხო? აი ეს კუთხე. ეს არის 20 გრადუსი. და ჩვენ ხოვენ ვიპოვოთ BCK კუთხე. BCK. აი ამ კუთხის ყოლას თქო. ну ძალიან მარტივი სიტუაცია. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა? პირველ რიგში აი ეს კუთხე და ეს კუთხე ხო შიგაც ხვდებარე კუთხეებია. ჩვენ ვიცით რომ A და B წრფე ერთმანეთის ბოდიში ასე A და B წრფე ერთმანეთის პარალელურია. ეგ ვიცით. შესაბამისად აი ეს კუთხე იქნებოდა 180 გრადუს გამოკლებული 115. ანუ 65 გრადუსი. მაგრამ დააკვირდით ახლა ჩვენ ასევე ისიც ვიცით რომ ეს თუ არის 20 გრადუსი, ხო? MCN-ი, ხო მიშლება მე ასოვის დაწერა. MCN, BCK. აი, მაშინ დასათვალიერიც არაფერი არ ყოფილა. BCK კუთხე თუ სწორად გადმოწერეთ და გვიწერია, იქნებოდა 20 გრადუსი. მაგრამ სვარავის ხო არ თხოვს ავტორი. ესე იგი BCK, MCN. ნორმა შეიძლება, ანუ MCN 20 გრადუსია, აშკარად არის ვერტიკალური ზუსტად BCK-სი. ხო, პასუხებში 45 გრადუსია და ალბათ ამ კუთხეს გვეკითხებოდნენ. ამ კუთხის დაწერა უნდა. და აჩვენა ანუ აქ აშკარად MCN ეს 20-ია, BCK რასაც ვიკითხებიან ესეც 20-ია, ხო? ხო, პრინციპში ახლა გასაგებია დაახლოებით ავტორს რა უნდა, ხო? ვისი ჩვენება უნდა, მაგრამ ასოებისია დაწერილი საკმაოდ მარტივი და სადა გამოდის. პირდაპირ ჩანს რა იქნებოდა BCK კუთხე, იმიტომ რომ რაც არის მოცემული მისი ვერტიკალური. CAB. CAB. ჩვენც არ შეგვშლია არაფერი, რა თუ ახლა აქ რამე მე თვითონ მაქვს პირობის განუტანაში ხაროს, მაგრამ არ მგონია ძალიან მოკლე პირობაა. ის ტრაგედია არ იქნება ახლა შემთხვევაში, მაგრამ 20 გრადუსი უნდა იყოს წესით BCK კუთხე, მაგრამ ავტორს უწერია 45, ალბათ შესაძლოა უნდა ეს ყოფილიყო 20 გრადუსი, მაშინ ეს იქნებოდა 20 და შესაბამისად ეს გამოვიდოდა 45. ანდა კითხვა უნდა დაეშვა არა BCK-ზე, არამედ BCA-ზე. BCA კუთხე დიახაც 45 გრადუსი იქნებოდა, იმიტომ რომ მთლიანად 65-ს გამოვაკდებოდა 20. კარგი. და B კატეგორიის პრინციპში ბოლო ამოცანა. უხეშად A კატეგორიის, ესა 27 ამოცანა. სიმტყის წერტილზე გაატარეს 10 წრფე. ახლა მეგობრებო, როდესაც თქვენ წერტილზე ატარებთ ერთ წრფეს, ორი სიმტყე მიიღება, ხო? 2.5 სიმტყე. თუ ორ წრფეს გაატარებთ, ცხადია, მიიღება თითოეული მათგანი ორად დაიყოფა. 4 3-ს გაატარებდით, 6 და 10 თუ გაატარებთ, მიიღება 20 ცალი კუთხე, ხო? თუ რაღაცა α1, α2 და ასე შემდეგ, α20. რის შედეგადაც სიმტყე დაიყო რამდენიმე კუთხე, დაამტკიცეთ, რომ მოიძებნება ორი კუთხე მაინც, რომლის სიდიდე არ არის ნაკლები 18. ანუ ჩვენ უნდა ნახოთ, რომ რაღაც იქნება
ორი კუთხე რაღაც ალფა n და ალფა n, რომლებიც აუცილებლად მეტი ან ტოლი არიან 18-ზე. ორი კუთხე მაინც. დავუშვათ საწინააღმდეგო. თქვათ 20-ვე კუთხე არის 18 გრადუსზე ნაკლები მკაცრად. ანუ ალფა 1-იც ნაკლებია 18-ზე, ალფა 2-იც ნაკლებია 18-ზე. ახლა 20-ვეზე რატო ვამბობ და რატო არ ვამბობ, თქვათ 19 ნაკლებია და 1 იყოს მეტი, იმიტომ ეს ეუბნება, რომ 2 იქნება აუცილებლად მეტი ან ტოლი 18-ზე. ახლა 2-ს რატო ამბობს, იმიტომ რომ ამ 20 კუთხიდან ყველა ხო წვიწვილად ვერტიკალურია. ანუ ვერტიკალური კუთხე გააჩნია. ანუ პრინციპში ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა 20 კუთხეზე კი არა 10 კუთხეზე. ანუ ალფა m რო იქნებოდა ასე, მისი ვერტიკალური აქეთ იქნებოდა ალფა n და თავისთავად ალფა m როგორიცა, იგივე იქნება ალფა n. ალფა m თუ არის 18-ზე ნაკლები, ალფა n-იც აუცილებლად 18-ზე ნაკლები იქნება. ამიტომ თუ ერთი კუთხე იქნებოდა 18-ზე მეტი ან ტოლი, მაშინ მეორეც იქნებოდა. ამიტომ ჩვენ რა უნდა ვქნათ? იცით რა უნდა დავუშვათ, რომ 20-ვე ნაკლებია 18-ზე მკაცრად. ანუ ვერ გამიხილავთ იმ შემთხვევაში 19 ნაკლები იყოს და 1 არა. ჩვენ ხო გთხოვენ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ორი კუთხე მაინც არის 18-ზე მეტი ან ტოლი და ამის საწინააღმდეგო ესე იქნებოდა 20-ვე იყოს 18-ზე ნაკლები, ან 19 იყოს 18-ზე ნაკლები, მაგრამ 19 თუ 19 ცალი კუთხე 18-ზე ნაკლები და მე-20 კუთხე არის 18-ზე მეტი ან ტოლი, მაშინ ამ 19-დან კიდევ იქნება ერთი კუთხე, რომელიც 18-ზე მეტი ან ტოლი. ამიტომ 20-ვე უნდა ყოფილიყო კაცრად 18-ზე ნაკლები. ესაა საწინააღმდეგოს დაშვება. დავკრიბოთ ახლა ყველა ეს კუთხე. გამოვა ეს 20 ჯერ 18 ხო? ხო? ყველა კუთხის ჯამი არის 360-ზე ნაკლები. და ჩვენ ხო ვიცით, ყველა ეს კუთხე რომ დააკრიბოთ, აუცილებლად 360 უნდა მიგვიღო. გამოვიდა, რომ ყველა ეს კუთხე დავკრიბეთ და არის 360-ზე ნაკლები. რაც ცხადია, შეუძლებელია. ესე იგი, ჩვენი დაშვება, რომ 20-ვე კუთხე 18 ნაკლები ყოფილიყო, შეუძლებელია. რომელიღაც იქნებოდა 18-ზე მეტი ან ტოლი და ის ერთი თუ იქნებოდა 18-ზე მეტი ან ტოლი, მისი ვერტიკალური კუთხეც პირობითად ალფა n-იც მეტი ან ტოლი იქნებოდა 18-ზე. კარგი, საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი გამოგვივიდა ახლა და მოდი შევისწროთ და B კატეგორიის ამოცანებით შევხვდებით ერთმანეთს.